ერთხელ ქრისტიანობა უცებ აი კითხვასთან შინაარსი მახსენდება ჩვენი ტკბილი და ბრძენი პატრიარქი ილია მეორე რამე თუ ოჯახის სიწმინდეზე ბევრ აქცენტს აკეთებდა ჩვენს ერს ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენ რო არა პატრიარქის ლოცვა არა ვთქვათ ჩვენი ჯიშის და ჯილაკის აი ესეთი არა გამონათქველი აი კარის ზღურბლის სიწმინდე ასე იძახოდნენ სხვათა შორის არ დაგავიწყდეს და ჩვენი ვაშკაცი მამაკაცები ეხლაც აი ძალიან ისე ქუთაისში უფრო მეტად ნათქვამი აი ეს ქალბატონი კარის ზღურბლის სიწმინდეაო მერე ქალბატონი დედოფალია ბატონი მეფეა და აქედან აგებული და ყველაზე მთავარი რაც არის ღმერთო ჩემი ცოდვა მაპატიე მრავალშვილიანი ოჯახი არის მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის აი ეს არის ოჯახის სიწმინდე და ყველაზე დიდი რაც კი საუნკვარა გვაქვს ქართველებს ოჯახი არის პატარა სახელმწიფო აი ამ პატარა სახელმწიფოებში რომელიც მყარია სიყვარულზე აშენებულია მრავალშვილიანია ის კი არა და თქვენ აი როცა ჩვენ ჩოხოსნების ფიცი არ თქვათო ამბობდა სიტყვა კაცის და ვაშკაცის მით უმეტეს ჩოხოსნების და როგორ თავის ხელით ჩაგვაწერია ჯერა რომ მტკიცე და მრავალშვილიანი ოჯახი არის ქვეყნის სიძლიერის საფუძველი აი ეს ციტა შეიტანა იმიტომ რომ ტვინში კი არ ჩაუჯდეს მარტო გულის გულში გაატაროს და აი ერთ დღეში 17-ში ზუსტად ეროვნული სამოსე ოჯახის სიწმინდეზე არის რაღაც უსაშველოდ საყვარელი ბიჭის გახსენების და მის სახელზე ფესტივალის დღე მოვატიეთ რომელშიდაც 1500-მდე მოცეკვავე ფორმაში ღებულობს მონაწილეობას და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას 23 წლის ბიჭი ტრაგიკულად დაგვეყობა და ჯერ კიდე მის ოჯახში აგერ 19 წელია ესანთელი ისიანთია მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი სხვათა შორის თქვენ იცით მადმოსილება და მადმოსილება იმისთვის რომ ოჯახში იყოს სიმყარე ავანტყოფი შემცირდეს გარდაცვლის პატივი მიეგოს აი ამაზე ზრუნვით ჩვენ დაახლოებით 100,000-მდე ლარი აი ამ ოჯახებს დაურიგეთ როცა მე ახლა მაქვს უფლება ვთქვა და არ პატივი იმისა რომ გასულია და არ თქვაო მითხრა მაგრამ წყნარად მითხრა პატრიარქმა ერთხელ რომ შვილო მესამე შვილის ნათლობაზე ხო მაშინ 45,000 ყავდა მონათლული ახლა მეოთხეზე სახელმწიფომაც გამოიღოს იქნებ პატარა და დააფინანსოს რომ გამრავლდეს ოჯახის წევრები და ქართული ჯიში და გენი სიყვარულით რო არიან ოჯახში ამით გადარჩება ჩვენიერი და დიდი იმედით დიდი სიყვარულით ჩვენს შიო მესამეს ულოცავ ჩვენც დაგულოცოს ჩვენც დავლოცოთ და ერთმანეთის ლოცვით ერთმანეთის ლოცვით გადავრჩებით და რა ვარც კი გაგახსენდება ოჯახი როგორ გინდა სიყვარულის ხო აგერ გიყურებს მეუღლე სიყვარულის შვილების და მყარი ახლა ხანდახან პატარა კი უნდა დათმო მეუღლე იქნება თუ შვილი იქნება თუ რა მაგრამ ღმერთო გააძლიერე ჩემი ქვეყანა ღმერთო გაამრავლე ჩემი ერი და ოჯახის სიწმინდეს ქართულ სულს გაუმარჯვე ქართული სული აღორძინე ისე როგორც ღირსია და როგორც მოდის ადადან და ბაბადან დაგლოცოთ უფალმა რომ დაინტერესდით ოჯახზე თქვენს მეუღლეს რას ეტყვით ამდენ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მადლობა და კიდე მადლობა 54 წელია უდიდესი უღრმესი და უდიდეს მადლობას რა თქმა უნდა ჩემი გაძლებისთვის რა თქმა უნდა ოჯახის გაძლებისთვის დიასახლისობისთვის თავის მოღვაწეობისთვის ხარ კი მოუხადა მუსიკას ბაღის მუსიკის მასწავლებელი იყო როგორ უყვართ ბავშვებს ახლა რო უყურებდა რაღაც სხვის ბავშვებს უყვარს და მე არ უნდა მიყვარდეს ჩემი ცოლი ამდეხანო ვართ ერთად და ცოლს რო ამბობ ამაზედაც წყდება გულე ქუთაისურია თუ არა ნახდათ მეუღლე თანამედრე აი ასეთი უნდა იყოს მე
თვლი დედოფლად დღესაც და ის მე ვიცი რომ თვლის მეფეთ. აქ არის ყველაზე დიდი ქვაკუთხედი და საიდუმლოება ოჯახის სიწმინდის დაცვაში.